გილოცავთ მედია წიგნიერების ოლიმპიადაში გამარჯვებას. წლების განმავლობაში ამ სკოლაში ფუნქციონირებს მედია წიგნიერების კლუბი. პრიზი, რომელიც ჩვენ მათ გადავეცით, ეს გახლავთ მედია ლაბორატორია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გამოადგებათ მედია წიგნიერების სწავლების პროცესში. ოლიმპიადაში გამარჯვებამ კიდევ უფრო დიდი სტიმული მისცა ჩვენს მოსწავლეებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მედია წიგნიერების კლუბში. მოზარდები განსაკუთრებით დაუცველები არიან პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან. ისინი დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში და ხშირად ეყრდნობიან ინფორმაციას, რომელიც იქ ვრცელდება. პროპაგანდა და დეზინფორმაცია ხშირად იყენებს ემოციურ ენას, რაც ხელს უშლის მათი აზროვნონ კრიტიკულად. ნაკლებად ინფორმირებული ახალგაზრდები ადვილად ცდებიან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. ასევე ხშირად ადამიანები იყენებენ ლამაზ და დამაჯერებელ სიტყვებს, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიაზროთ რა იმალება სინამდვილეში მათი სიტყვების მიღმა. ხშირად ფაქტებს და მოსაზრებებს ერთმანეთში ურევენ, რომ ინფორმაცია უფრო დამაჯერებელი ჩანდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია გავარჩიოთ, რომელია ფაქტი და რომელი მოსაზრება. ეს დაგვეხმარება სიმართლის ამოცნობასა და შეცდომის თავიდან აცილებაში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო თემა რიცხვებით манипуляცია. ზოგი კომპანია და ადამიანი ცდილობს ციფრები ისე წარმოაჩინოს, რომ ჩვენზე მეტი შთაბეჭდილება მოახდინოს და ამით შეცდომაში შეგვიყვანოს. რიცხვებით манипуляცია ხშირად მარკეტინგული ხრიკია.